გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს გახლავთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. მომხსენებელი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გოგიტა თოდრაძე. გისმენთ ბატონო გოგიტა. მოგესალმებით. მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. დღეს წარმოგიდგენთ საქსტატის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომელშიც ასახულია ჩვენი გუნდის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მიღწევები, გარკვეული ცვლილებები და სამომავლო გეგმები. როგორც მოგეხსენებათ, საქსტატი წარმოადგენს სტატისტიკურ მონაცემთა წარმოების და გავრცელების მიზნით შექმნილ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობაც ეფუძნება გაეროს ოფიციალურ სტატისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსს. სამსახური საქმიანობას ახორციელებს ოფიციალურ სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც მიღებული იქნა 2023 წლის მაისში. ჩვენი საშტატო ნუსხა განსაზღვრულია 213 ერთეულით, გარდა ამისა გასული წლის განმავლობაში დაქირავებული გვყავდა 12300 შტატგარეშე თანამშრომელი, მათ შორის 93% დაახლოებით 11500 საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში, ხოლო დარჩენილი 800-მდე შტატგარეშე თანამშრომლიდან სტანდარტულად 90% წარმოადგენენ სხვადასხვა გამოკვლევის ფარგლებში დასაქმებული სტატისტიკოსები, ინტერვიუერები, რომლებიც შრომის ანაზღაურებას იღებენ ერთეული გამოპასუხებული ინტერვიუს შესაბამისად. საქსტატის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენდა 24 მილიონ ლარს, აქედან 8 მილიონი განკუთვნილი იყო მოსახლეობის აღწერისთვის, გრანტების გეგმა შეადგენდა 2 მილიონ ლარს, ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღების შემოსავლების გეგმა 200.000 ლარს, შესაბამისად 2024 წლის შემოსავლების გეგმა განისაზღვრა 24 მილიონ 200.000 ლარით, ხოლო ბიუჯეტის შესრულებამ შეადგინა დაახლოებით 91%. 2024 წლის განმავლობაში ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, სტატისტიკის არეალის გაფართოების და სტატისტიკის გამოყენების ხელშეწყობის მიმართულებით. მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით რეგულარულად ვახორციელებდით რიგ აქტივობებს, დავამუშავებთ ადმინისტრაციული მონაცემები, დავნერგეთ მონაცემთა შეგროვების თანამედროვე სისტემები და განვაგრძობდით აქტიურ მუშაობას ინოვაციური მეთოდების განვითარების მიმართულებით, რაც გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს მონაცემთა ხარისხს, იძლევა რესურსების ეფექტიანად გამოყენების და იმავდროულად რესპონდენტთა ტვირთის შემსუბუქების შესაძლებლობას. მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მონაცემთა შეგროვების მეთოდები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გზით, როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლიდან საქსტატი აღარ იყენებს ქაღალდის ბეჭდურ კითხვარს არც ერთი გამოკვლევის ფარგლებში და მონაცემთა შეგროვებას ახორციელებს სრულიად ელექტრონულად. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ კომბინირებულ მეთოდს მიმართავს. 2024 წლის დასაწყისში დავასრულეთ მუშაობა სტატისტიკის განვითარების მომდევნო 4 წლის სტრატეგიაზე და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რასაც თან უძღოდა, თან ერთოდა, ასე ვთქვათ, სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასება, რომელიც განახორციელა გაერომ, ევროსტატმა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციამ. აპრილში დავიწყეთ ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის პროექტი ფინეთის სტატისტიკის სამსახურთან, კონსორციუმში ასევე ჩართული იყო გერმანიის და იტალიის სტატისტიკის სამსახურები. აღნიშნული პროექტი მოიცავდა ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა მოსახლეობის და დემოგრაფიული სტატისტიკის განვითარება, საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოება და სტატისტიკის გამოყენების ხელშეწყობა. სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესების თვალსაზრისით აქტიურად თანამშრომლობდით მედიასთან, ჰქონდა აქტიური დიალოგი მომხმარებლებთან, ბიზნეს სექტორის, სამეცნიერო წრეების, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებთან. 2024 წელი მეტწილად მიზღვნილი იყო მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერისადმი, რომელიც ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში და პირველად ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში სრულიად ელექტრონულად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემთა შეგროვება დავიწყეთ თვითრეგისტრაციის მეთოდით, რასაც მოჰყვა პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით
პირდაპირ ინტერვიუების მეთოდი კარდაკარის პრინციპით. ამასთან ზოგიერთ მაღალთიან და ძნელად მისადგომ რეგიონებში ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აღწერა ჩატარდა სექტემბერში. ერთი თვით პრაქტიკულად ერთი თვით ადრე. თუმცა ეს მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს შეადგენდა. აღწერას წინ უძღოდა მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები, როგორიცაა კითხვარის შემუშავება, პროგრამული უზრუნველყოფა, თემატური რუკების მომზადება, პერსონალის შერჩევა, როგორც გითხარით, დაახლოებით 12500 კაცი დასაქმდა ამ თვალსაზრისით და მათი მომზადება დაახლოებით 3 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით წინათვეების განმავლობაში ჰქონდა ასევე აქტიური საინფორმაციო და სარეკლამო კამპანია, ხვდებოდით მოქალაქეებს, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს თბილისსა და რეგიონებში, მონაწილეობდით ტელეეთერებში, ვატარებდით ბრიფინგებს, საინფორმაციო შეხვედრებს სულ წინა აღწერის პერიოდში დაახლოებით 60-მდე მსგავსი ტიპის აქტივობა განვახორციელეთ. მონაცემთა შეგროვების პროცესი მიმდინარეობდა პრაქტიკულად შეიძლება ითქვას 24 საათიან რეჟიმში. მთელი გუნდი მუშაობდით 24/7 გრაფიკით თითქმის 2 თვის მანძილზე. აღწერა გამოირჩეოდა მოცვის განსაკუთრებული ხარისხით, რაც განპირობებული იყო ორი ძირითადი ფაქტორით. პირველი ეს იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სრულიად ელექტრონული მონაცემთა შეგროვებით, ხოლო მეორე ეს იყო ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებთან ინტეგრაცია. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც გამოყენებული იქნა საქართველოში არსებული პრაქტიკულად ყველა ადმინისტრაციული წყარო. ამ მიდგომამ საშუალება მოგვცა უზრუნველყოფილიყო არა მხოლოდ მონაცემთა მაღალი ხარისხი, მაღალი მოცვა, არამედ გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებული იყო მაშინდელ სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტთან. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მხრიდან არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად საქმე მიყვანილი იქნა ბოლომდე და ჩვენმა გუნდმა უთულეს პერიოდში ჩაატარა აღწერების ისტორიაში ყველაზე მაღალი ხარისხის აღწერა, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნიკურ მიღწევას, არამედ გუნდური სულისკვეთების და პროფესიონალური ეთიკის დემონსტრირებას. სხვა თემებსაც რომ შევეხოთ, წლის განმავლობაში შევქმნით არაერთი ინოვაციური პროდუქტი და ავამოქმედეთ ახალი სერვისი, როგორიცაა მაგალითად მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პორტალი, ბავშვებისა და მოზარდების სტატისტიკის ინტერაქტიული პლატფორმა. ასევე განვაახლეთ რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის თემატური პორტალი. ყოველივე აღნიშნული საფუძველზე 2024 წლის განმავლობაში ჩვენი ინფორმაციის მომხმარებელთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 32%-ით და 1,270,000 გადააჭარბა. საუბარი მაქვს ვებსაიტის უნიკალური ვიზიტორების რაოდენობაზე. წლის განმავლობაში გავრცელდა 280-მდე პრეს-რელიზი, მომზადდა ასევე 16 დასახელების სტატისტიკური პუბლიკაცია. წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის მიერ შეიქმნა ასევე არაერთი ახალი პროდუქტი და მაჩვენებელი, რომელიც ადრე არ ანგარიშებოდა. განხორციელდა მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული ანგარიშების ისტორიული მწკრივების გადაანგარიშება, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. გამოქვეყნდა სექტორული ანგარიშები 2023 წლის მონაცემების მიხედვით. გამოქვეყნდა ასევე სპორტის სატელიტური ანგარიშების წარმოების მიზნით ჩატარდა შინამეურნეობებში ამ საკითხებთან დაკავშირებული, როგორიცაა სპორტთან დაკავშირებული და ფიზკულტურასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკვლევა. დავიწყეთ დამატებითი მაჩვენებლების წარმოება სოფლის მეურნეობის, გარემო სტატისტიკის, ასევე დემოგრაფიის და მიგრაციის სტატისტიკის მიმართულებით. აქტიურად მუშაობდით მონაცემთა ალტერნატიული წყაროების გამოყენებაზე, როგორიცაა დიდი მონაცემები, როგორიცაა სკანერული მონაცემები და ვებ სკრეპინგი, ანუ ვებგვერდიდან მონაცემთა ავტომატური ჩამოტვირთვა. გარდა ზემოთქმულისა, ჩავატარეთ ახალი კვლევები, როგორიცაა მაგალითად ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ადრეული ქორწინების გამოკვლევა, უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევა. შევიმუშავეთ ახალი სამოხმარებლო კალათი განახლებული წონებით. მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ბიზნეს რეგისტრი და გავიანგარიშეთ დამატებითი საბაზისო ინდიკატორები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის. გასული წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდით რასაკვირველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გაეროსთან, ევროსტატთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ასევე ევროპის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურებთან.
უმასპინძლეთ არაერთ საერთაშორისო მისიას და მაღალი დონის შეხვედრას. მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდა ასევე საერთაშორისო ასპარეზზე სტატისტიკის სისტემის განვითარებით, კვლავ ვინარჩუნებთ საპატიო ადგილს ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში. იმედია, ქედმაღლობაში არ ჩამეთვლეთ, როგორც მოგიხსენებათ, მიმდინარე წლის ივნისში ამერჩიეს ევროპის სტატისტიკის ბიუროს წევრად და ვიცე-პრეზიდენტად, რომელიც წარმოადგენს ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის მმართველ ორგანოს, აღნიშნული ბიურო განიხილავს და ამტკიცებს საერთაშორისო სტანდარტებს სტატისტიკის სფეროში და ის წარმოადგენს პლატფორმას, სადაც მიიღება ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ეს ბიურო 8 წევრისგან შედგება, რომელსაც კანადის მთავარი სტატისტიკოსი ხელმძღვანელობს და აქ ჩემთან ერთად წარმოდგენილი არიან ირლანდიის, ესტონეთის, სლოვენიის, ალბანეთის, მექსიკის და ავსტრალიის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები. ამით რისი თქმა მინდა, ეს ყოველივე დამეთანხმებით ალბათ ცხადყოფს, რომ საქართველოს სტატისტიკის სისტემა აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და ითვლება სანდო პარტნიორად როგორც რეგიონში, ისე მსოფლიო მასშტაბით. ამასთან ქვეყანას მიეცა უნიკალური შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთოს საერთაშორისო სტატისტიკის პოლიტიკის გატარების და სტანდარტების ჩამოყალიბების პროცესში. მიღწეული შედეგების მიუხედავად, ქვეყნის სტატისტიკის სისტემაში რასაკვირველია არსებობს გარკვეული სირთულეები და ნაკლოვანებები, რომელთა შორის აღსანიშნავია არასაკმარისი რესურსები, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და ნდობა საქსტატის მიმართ და მონაცემთა არასწორი ინტერპრეტაცია რასაკვირველია. 2025 წლისთვის დაგეგმილი აქტივობებიდან აბსოლუტური უმრავლესობა რასაკვირველია უკვე განხორციელებულია, მაგალითად ივნისში ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას აღწერის შედეგების ანალიზზე, დეტალური შედეგების გამოქვეყნება დაგეგმილია მომდევნო წლის ივნისში, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების გამოქვეყნება დაგეგმილი. მიმდინარე წლის მანძილზე კიდევ უფრო მეტად გავაფართოვეთ მონაცემთა შეგროვების ალტერნატიული წყაროების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში, შევიმუშავეთ სტატისტიკის სისტემის სტრატეგიის განვითარების მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა, შევქმნით კიდევ რამდენიმე ახალი ინტერაქტიული პლატფორმა, მათ შორის ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალი და გარემო სტატისტიკის პორტალი. დავიწყეთ ახალი მაჩვენებლების წარმოება, როგორიცაა მაგალითად წყლის ანგარიშები, ტყის ფიზიკური აქტივობის ანგარიშების შედგენა და ასე შემდეგ. აქტიურად მონაწილეობდით ასევე საერთაშორისო შედარებების პროგრამაში, რომელსაც ორგანიზებას უწევს მსოფლიო ბანკი. გაეროსთან თანამშრომლობით ჩავატარეთ ხელფასების სტრუქტურის საპილოტე გამოკვლევა, დავიწყეთ ტრანსპორტის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლების წარმოება, ენერგოეფექტურობის დამატებითი ინდიკატორების გაანგარიშება და რეგიონულ დონეზე მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება. აქტიურად მონაწილეობდით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, სულ ახლახან რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ საერთაშორისო ფორუმს გაეროს სტატისტიკის სამსახურთან ერთად, რომელშიც მონაწილეობდა 30-მდე ქვეყნის 150-მდე დელეგატი. მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს ასევე აქტიური მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად. ვაპირებთ ასევე აქტიურად განვაგრძოთ მუშაობა სტატისტიკის თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარებაზე. ჩვენი გეგმა რასაკვირველია ითვალისწინებს მუდმივ განვითარებას და გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია მომხმარებლებთან აქტიური დიალოგით და მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობით ქვეყანაში შევქმნათ სტატისტიკურ მონაცემთა კიდევ უფრო ქმედითი გამჭვირვალე სისტემა, რომელიც თითოეულ მომხმარებელში გაამყარებს რწმენას, რომ ჩვენს მიერ წარმოებული სტატისტიკა არის უფრო სანდო, ობიექტური და რაც მთავარია, პოლიტიკური და დაინტერესებული მხარეებისგან დამოუკიდებელი. კიდევ რასაკვირველია, სხვა მრავალის ჩამოთვლა არის შესაძლებელი, რაზეც დროს აღარ წაგატბებთ, მოგეხსენებათ დეტალები ანგარიშია წარმოდგენილი, მოხსენებას ამით დავასრულებ და თუ შეკითხვები გექნებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ. მადლობთ. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით ბატონო გოგიტა. დიდი მადლობა წარმოდგენილი ანგარიშისთვის და დიდი მადლობა იმ შრომატევადი საქმის კეთებისთვის, რასაც თქვენ და თქვენი სამსახური აკეთებთ. რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ და მადლობა თქვენს მთლიან გუნდს.
მე დაკითხოთ 25 წლის აღწერის შესაბამისად ჩვენი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა და ჩვენ მოსახლეობაში რამდენი არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და რამდენი არის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა. და ასევე მეორე კითხვა მოგეხსენებათ მაღალმთიანობის სტატუსის მენეჯერებისთვის არის იქ 4 კომპონენტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დასახლებული პუნქტი. ერთ-ერთი პუნქტი არის მიგრაციული მაჩვენებლები. მე ხშირად მაქვს შეხვედრები სოფლებში მოსახლეობასთან და მოსახლეობას ყოველთვის აწუხებს ის, რომ არ აქვს მაღალმთიანობის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციული მაჩვენებელი არის მაღალი. თუმცა ოფიციალური მაჩვენებელი სხვა რამეს გვეუბნება. თუ გქონდათ ახლა ამ აღწერის პერიოდში მსგავსი რის საფუძველზეც დაკორექტირდა და რეალურ მოსახლეობის მაჩვენებელთან გათანაბრდა მანამდე არსებული ოფიციალური მაჩვენებელი. ანუ მთლიანობაში მოსახლეობა წუხს, რომ არ აქვს მაღალმთიანობის სტატუსი და ამ ოფიციალური მაჩვენებლებით ვერ შეესაბამება, ანუ ვერ აკმაყოფილებს მიგრაციულ კომპონენტს, მაგრამ მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელი დაცლილია. აი ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში რა შეგვიძლია რომ უპასუხოთ ჩვენს მოსახლეობას? მადლობა. კითხვები ხომ არ გვაქვს? კიდევ მე მაქვს რამოდენიმე კითხვა. პირველი, აი ციფრულ პლატფორმებზე გადასვლის პროცესი სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების მიმართულებით როგორ გვაქვს? ერთი, მეორე, რამდენად ინტეგრირებულია ეს სისტემები ერთმანეთში და თქვენ აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალეობა, გეთახმებათ, ეს ნომერ პირველი არის და ასევე მნიშვნელოვანი არის ოპერატიულობა, რომელიც გულისხმობს, რომ მონაცემთა ბაზაზე რაც შეიძლება სწრაფი ცდომა, ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ სწორი ანალიტიკა გქონდეს, სწორი ანალიზი გავაკეთოთ და შესაბამისად შემდეგ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ და ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ და რას იგეგმავთ მომავლისთვის. დიდი მადლობა შეკითხვებისთვის. ესე იგი, ჯერჯერობით ჩვენ გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, რაც ითვალისწინებდა რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობას, მხოლოდ სქესობრივ ჭრილში. სხვა პარამეტრები, როგორიცაა აღსარებლობა, ასაკობრივი ჯგუფები და ასე შემდეგ, ხელმისაწვდომი იქნება ზუსტად 2026 წლის ივნისში. ეს სანამ ჩავატარებდით აღწერას, მანამდეც განვაცხადეთ და ვაცნობეთ ამის შესახებ საზოგადოებას. ანუ ეხლა ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ რაიმე სახით გაგიზიაროთ ინფორმაცია ეთნიკური შემადგენლობის შესახებ. თუმცა რამდენიმე თვეში ეს ნამდვილად გვექნება. რაც შეეხება მიგრაციის სტატისტიკას, როგორც მოგეხსენებათ და საერთაშორისო პრაქტიკაც ცხადყოფს, საერთაშორისო მიგრაციის მონაცემებს უზრუნველყოფს საზღვრის კვეთის მონაცემები, რომელსაც ჩვენ რასაკვირველია ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროსგან ვიღებთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. რაც შეეხება შიდა მოძრაობას, მათ შორის ურბანიზაციას, ქალაქიდან სოფლად, სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის ნაკადებს, ამის განსაზღვრის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ მოსახლეობის აღწერა, რომელიც გამოჩნდება ძალიან კარგად ასევე დეტალური შედეგების გამოქვეყნებისას. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ წინასწარი მონაცემები ჩვენ გამოვავლინეთ ის, რომ საკმაოდ მაღალია ურბანიზაციის მაჩვენებელი, დაახლოებით 59% იყო 10 წლის წინ ქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობის შემადგენლობა წილი და დღეს გახლავთ ის 5%-ული პუნქტით, დაახლოებით 64%-მდე გაზრდილი. ამასთან მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა. მაგალითად, ბათუმში 153,000 კაცი ცხოვრობდა 10 წლის წინ და დღეს მოსახლეობის რიცხოვნობა გახლავთ დაახლოებით 235,000. თბილისში დაახლოებით 1,100,000-ის ფარგლებში იყო და 1,330,000-ის ფარგლებშია ახალი მონაცემების მიხედვით. შესაბამისად, მეტნაკლებად უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება ხელმისაწვდომი 2026 წლის ივნისში. რაც შეეხება
ციფრულ პლატფორმებს, ესე იგი, ჩვენ რამდენიმე წლის წინ მიზნად დავისახეთ ის რომ მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინათ ჩვენს მიერ წარმოებული მონაცემები უფრო ადვილად აღსაქმელი ფორმით და ამასთან დაკავშირებით დავიწყეთ ინტერაქტიული პორტალების და პლატფორმების, ასე ვთქვათ, შექმნა დაახლოებით 27 ინტერაქტიული პლატფორმა გვაქვს შექმნილი და შედეგიც სახეზეა. ვებსაიტის მომხმარებელთა რაოდენობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. მაგალითად 8-9 წლის წინ თუ გვყავდა დაახლოებით 150,000 უნიკალური ვიზიტორი, დღეს გვყავს 1,270,000 ვიზიტორი. რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ბმაშია ეს ყველაფერი და ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ კალენდრის მიხედვით ვაქვეყნებთ, იმავდროულად მომენტალურად მონაცემთა გავრცელების კალენდარის მიხედვით აისახება ყველა ციფრულ პლატფორმაზე. მაგალითად, თუ პრეს-რელიზს გამოვაქვეყნებთ ენერგეტიკის სტატისტიკის მიმართულებით, ის მობილური ტელეფონის აპლიკაციაში, რომელსაც ვთავაზობთ ასევე ჩვენ მომხმარებელს, იქაც არის ასახული და იმ ინტერაქტიულ პორტალებზეც, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით შექმნილი. რაც შეეხება გამჭვირვალობას და ოპერატიულობას, ჩვენ ყოველწლიურად სხვადასხვა მიმართულებით ვცდილობთ, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მომხმარებელთა საჭიროებების საფუძველზე ვაწარმოებთ, უფრო მოკლე ვადაში შევთავაზოთ მომხმარებლებს და გარკვეული პერიოდულობით ამ მონაცემთა გავრცელების ვადებს ვამცირებთ კიდეც. თუმცა სხვა ქვეყნებსაც, განვითარებული ქვეყნებსაც რომ შევადაროთ, ასე ვთქვათ, ჩვენ ბევრად წინ ვართ ამ თვალსაზრისით და ძალიან მალე ვაწვდით მოსახლეობას ამ ინფორმაციას და ამის ერთ-ერთი დამსახურება ისიც არის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად სტრუქტურირებული ადმინისტრაციული მონაცემები, რომელიც მოგვეწოდება სხვადასხვა სამინისტროებიდან, უწყებებიდან, ადმინისტრაციული მონაცემთა წყაროებიდან და ეს გვაძლევს ჩვენ მნიშვნელოვან ბერკეტს იმ თვალსაზრისით, რომ ეს მონაცემები უფრო მალე გამოვაქვეყნოთ. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და დიალოგი ჩვენს მომხმარებლებთან, ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთა წრეს შეგვიძლია შეხვდეთ და გაუზიაროთ ამა თუ იმ მაჩვენებლის გაანგარიშებისას გამოყენებული არა მხოლოდ ის მეთოდოლოგიური დეტალები, არამედ მაჩვენებელთა ცვალებადობის მიზეზები და ეს უზრუნველყოფს რასაკვირველია გამჭვირვალობას, თუმცა ეს არის ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს შემადგენელი ნაწილი და ალბათ რეგულარულად უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამ თვალსაზრისით. ერთი დაზუსტება ბატონო გოგიტა ანუ ეთნიკური და სხვა დეტალები იქნება 2026 წლის ივნისის თვეში, ხო, როგორც გავიგე, ხოლო მთლიანი მოსახლეობა ხო უკვე ცნობილია. რამდენს შეადგენს მთლიანი მოსახლეობა? მოსახლეობის რიცხოვნობა აღწერის მონაცემებით გახლავთ 3,914,000. ანუ წინა 10 წლის წინ ჩატარებულ აღწერასთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 200,000-ით არის გაზრდილი. ეთნიკური დეტალები, მათ შორის უმცირეს ადმინისტრაციული ერთეულების, სოფლების, დასახლებების დონეზე ხელმისაწვდომი იქნება ზუსტად ივნისში, მომდევნო წლის ივნისში. მადლობთ, ბატონო გოგიტა, კოლეგებო, ხომ არ გვაქვს კიდევ კითხვები? კარგით, მაშინ უნდა აღვნიშნო, რომ კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა.